მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. თხოვნა იყო, ადრე ჩავწერე ეს გაშლა და ეხლა კიდე მოდი გავიმეოროთ. აი თქვენი მამაკაცი ვისთან საუბრობს თქვენზე, როცა თქვენთან არ არის და რას საუბრობს და ის ვისთანაც საუბრობს, რას ეუბნება თქვენზე. მოდი დავიწყოთ პირველი ვარიანტი. ჩაიფიქრეთ გოგოებო თქვენი მამაკაცი. ხა 2 და 3 წელი თუა წასული მაგაზე არ ვშლი, ამას ყოველთვის ვამბობ ჩემს პირველ არხზე, ეს ჩემი მეორე არხია და ნახოთ აბა თქვენი მამაკაცი ვისთან საუბრობს. ჯერ რას საუბრობს, მოდი თქვენზე. და გარწმუნებთ რომ ვისაც ესე იგი ეს გესაჭიროებათ, ესეთი ინფორმაცია მომდის ახლა ნაკადიდან, ასე ვთქვათ, სამყაროდან, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. მოკლედ, ჩემო კარგებო, საუბრობს, იცით რას, რომ ძალიან აქ ოჯახი დამიჯდა, ან ახალი შექმნილი გაქვთ ოჯახი, ან საუბრობს რომ ოჯახი უნდა შექმნას, მაგრამ რაღაცის მოლოდინშია და ეს რაღაცა არის შეიძლება კარიერული ზრდა, სამსახური, შეიძლება თავის საქმეებს აგვარებს, ან შეიძლება ოჯახში აგვარებს საქმეებს, მიხვდით ხო? თავის დედასთან, მამასთან, დედმამიშვილებთან და ასე შემდეგ. ამოდის ხალხმრავლობა, ამოდის აქ ძმაკაცთან ან ძმა თუ ყავს, ძმასთან საუბრობს და ოჯახში საუბრობს, რომ ესე იგი მოაგვაროს ეს თემა და აი ლოდინის რეჟიმშია, აქ მიჩვენებს რომ ბევრი ვარიანტი ცალ-ცალკე ცხოვრობთ, ერთჯერ ქვეშ არ ცხოვრობთ, უფრო ეს არის. აქ არის ოჯახის შექმნის ვარიანტი. ან კიდევ ვიმეორებ, ახალი შექმნილი გაქვთ ოჯახი, მიხვდით ხო? და რა თქმა უნდა, ახალი ნაბიჯების გადადგმა უნდა რომ აი ეს ახალი წყვილი, ან უნდა რომ ერთჯერ ქვეშ იცხოვროთ. ძალიან კარგად საუბრობს, მინდა გითხრათ, პირველი ვარიანტი, აქ 100% ვიმეორებ, ან ოჯახის შექმნა, კი, ემოციურად განიცდის და ძალიან ესე იგი მოწადინებულია რომ თქვენთან იყოს, ძალიან მოწადინებულია. დაიღალა, იცით რა არის? კიდევ ვისაც ეს გადაათამაშა თქვენ თავზე, რაღაცა პატარა ფულის პრობლემა აქვს. უნდა რომ ესე იგი კი, აი ნამდვილად თქვენ გაგახაროთ, რომ გვერდში დაგიდგეთ, ყველაფერში რომ ამოგიდგეთ. გვერდში აი ამას საუბრობს ჩემო კარგებო. იცით რა არის? შეიძლება აქ მაჩვენებს რომ ეხლა აქ წყვილში გოგოები უფრო კარგად გამოიმუშავებთ ვიდრე თქვენი მამაკაცი. მაგრამ აქ პირველი არის რომ ოჯახის შექმნა, ან შექმნილია ოჯახი და ძმასთან ან ძმაკაცთან საუბრობს, კარგს რა თქმა უნდა, კმაყოფილებით ახსავსეა. მეორე ხაზი მეუბნება რომ ესე იგი ფინანსურად არ არის კარგად და ან რაღაცა აი გარეშე ფაქტორები უშლიან ხელს რომ თქვენ ერთად იყოთ და ხშირად შეხვდეთ ერთმანეთს, უფრო ამას მეუბნება. და მესამე ხაზი, რომ თქვენ გოგოებო უფრო მეც გამოიმუშავებთ ვიდრე თქვენი მამაკაცი და აი ეს აბრკოლებს, მიხვდით ხო? და კიდე რომ შეიძლება რაღაცა აქ ემოციური ის იყო
გამოხტომა, მოდი ესე დავარქვათ ურთიერთობაში და ეხლა უნდა რომ თავიდან დაიწყოს აი ეს ყველაფერი. კარგით, მოდი ეხლა აბა ვისთან საუბრობს, ხო? ოპა. იცი რა არის, პირველი ხაზი მეუნება რომ თავის თავთან საუბრობს. ნახეთ როგორი ნეგატივია. აქ არის ცოტა არ იყოს გზები ჩაკეტილი იყო და აქ შეიძლება თქვენ იჩხუბეთ, არ გამოვრიცხავ, პატარა რაღაცა უსიამოვნება გქონდათ. მერე ლოდინის რეჟიმია, იცით რა არის, მენტალურად ნერვიულობს ძალიან თავის თავთან, თავის თავს ადანაშაულებს თავის თავს მინდა გითხრათ. აბა მეორე ხაზი ვისთან საუბრობს თქვენი მამაკაცი. მეორე ხაზი ჩემო კარგებო, აქ იყო მაგიური ჩარევა, აქ იყო მუშაობს თავის თავთან, ან ძმაკაც ესაუბრება. რას ეუბნება აბა? უნდა რომ ეს ესე იგი გამოვიდეს ძმაკაცი რას ეუბნება იცით? რომ დახმარება ხომ არ გინდა დაგეხმარო, რომ ესე იგი აი ეს მეორე ხაზი გოგოებო, ასე მეუბნებიან, რომ აქ რაღაცა მლიქნელობა იყო, აქ რაღაცა ტყუილს აქვს ადგილი, რაღაცა ტყუილს შეიძლება გამოაშკარავდა რაღაცა ტყუილი თქვენი მამაკაცის მხრიდან, ან რაღაცა იმალება, იცით, მის უკან და რა იმალება, იცით, ფინანსური მხარე აწუხებს და ეს ძმაკაცი ეუბნება, რომ აქ ჩარევა იყო, მაგიური ჩარევა იყო, აქ თქვენს ფინანსებს უყურებდა. აი ესე მეუბნებიან, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფინანსები, მატერიალისტია, მეორე ხაზი არის მატერიალისტი. აქ იყო მაგიური ჩარევა და მე აქ მეუბნებიან, რომ საერთოდ შეწყვეტილია ურთიერთობა. და ეს ძმაკაცი ეუბნება, რომ თუ ესე მაინც ნერვიულობს, იცით, უნდა რომ აღდგეს ურთიერთობა, თავიდან გამოჩნდეს, მაგრამ შეგნებულად არ აკეთებს და უნდა რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. ძმაკაცი კი ეუბნება, თუ გინდა დაგეხმარები ფინანსებში, ფინანსური მხარე თამაშობს აქ ჩემო კარგებო, თქვენზე რო იცოდეთ მეორე ხაზი გოგოებო, აქ ტაროს შლიან თქვენზე, ან თქვენც შლით მაგაზე ტაროს აშლევინებთ, არ გამოვრიცხავ კი, შეიძლება ინტერნეტშიც უყურებთ. რამდენია ახლა ინტერნეტი, ხო? კი, აქ ნამდვილად რაღაცა დიდ თანხებზეა საუბარი, შეიძლება აქ ახლა მეუნებიან რაღაც დამოკიდებულება აქვს ამ ბიჭს, ან თამაშობს უფრო, ან იქ არ დააბანდა ფული, სადაც საჭიროა, მიხვდით, ხო? კარგით, აბა ახლა მესამე ხაზი, ნახეთ მეორე ხაზი როგორ დაამთავრა. ანუ ან დაამთავრეო და სხვა ურთიერთობაში შედიო ეს ძმაკაცი ეუბნება აი აქ, ან კიდე დაგეხმარებიო მაშინ რომ ესე იგი ისევ შეხვედრა იყოს, მაგრამ ეს თქვენი მამაკაცი ჯერ შეგნებულად არ დგავს ნაბიჯებს. მესამე ხაზი აქაც ფულის პრობლემაა, რას საუბრობენ და რა ჭერთ ამ კაცებს. უყურეთ რა არის, აქაც იყო მესამე პირის ჩარევა იყო და ეს უფრო მოგონებებია, ილუზიებშია, როგორ კარგად იყავით, როგორ კარგი ურთიერთობა გქონდათ და თვითონ ვერ მოდის აზრზე, რატომ ან მისი მხრიდან არის ეს ხელის შეშლა, მაგრამ ამ მისი მხრიდანაც, ხო, გოგოებო, ჩაერია, ეხა გეტყვით, მამაკაცები არიან ჩარეულები, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მამაკაცები არიან ჩარეულები.
კი, ოჯახის წევრები, მამაკაცები, თანამშრომლები არიან ჩარეულები, მაგრამ ნამდვილად აი აქ არის გამოსვლა, გამოჩენა, ძალიან სწრაფი რაკურსის შეცვლა. აი ესეთი თემა იყო პირველი ვარიანტი. საინტერესო იყო, მინდა გითხრათ ჩემთვისაც. აბა გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტი. რას საუბრობს თქვენი მამაკაცი, როცა თქვენთან არ არის გოგოებო? თქვენ შეგიძლიათ ორივე ვარიანტს უყუროთ. ამასობაში მოიწონეთ ვიდეო, რომ სხვამაც ნახოს და სხვამაც დაათვალიეროს. ვიყოთ კეთილები, მოდი ესე ვთქვათ, ხო? რომ მარტო ჩვენ თავზე არ ვიფიქროთ. კარგით. აბა ვნახოთ ახლა რას საუბრობს თქვენი მამაკაცი, მეორე ვარიანტი, როცა თქვენთან არ არის. იცით რა არის? ინტერნეტიდან გათვალიერებთ, ამბებს გებულობს, თავის თავში, თავის ფიქრებში ხატავს, აი ამ რაღაცეებს, იცით? მაგრამ მე გეტყვით, რომ ამ ბიჭს, არ ვიცი ხა ამას შვილი უნდა, თუ ოჯახი ყავს და ოჯახი უნდა, კიდე უნდა. აი ესეთი ვარიანტია, რომ თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი, თქვენგან შვილი უნდა, ვისაც არ აკყავთ, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ და თავის გონებაში ხატავს რაღაცეებს. ანუ როგორ არის, იცით, აი თვითონ არის თავისი ბედის შემქმნელი, თავის ხელშია ბედიც, თავის ხელშია საქმიანობაც, თავის ხელშია ეს ყველაფერი. ვისაც ეს ვარიანტი გაქვთ, რომ ერთად გინდათ საქმე დაწყება ან დაწყებული გაქვთ და თქვენ ეხმარებით, აი ამას ფიქრობს, რომ ძალიან კმაყოფილია. აბა მეორე ხაზი თვითონ ამოვიდა. ოხო, ან ჰაერის ნიშანია, ან კი, ნამდვილად. იცით რა არის მეორე ხაზი, რომ ფიქრობს, რომ თქვენ ეჭვიანობთ მასზე, თქვენ ეჭვიანობთ მაგ ბიჭზე. აქ იყო საუბრები ვიღაც მანდილოსნებზე. შეიძლება, კი, ეს არიან თანამშრომლები მისი, ეს არიან შეიძლება ისე ნაცნობები. თქვენ საერთო ახლობლებს აჩვენებს აქ, იცით, გოგოებო. და აქ იყო ქალი 50 წელს გადაცილებული, ჩარეული რა, თუ კი რამე იყო პატარა უსიამოვნება, მაინც ამ მამაკაცთან იყო გარეშე პირები ჩარეული და ეს ქალი უკვე ოჯახის წევრია. აბა კიდე რას საუბრობს თქვენზე? იცით რა არის? ღმერთო ჩემო, 8-იანი პენტაკლი, 9-იანი პენტაკლი, 5-იანი პენტაკლის მერე. შეიძლება ფიზიკურად უჭირს მოსვლა, გადაადგილება, შეიძლება ფიზიკურად უჭირს, ან შეიძლება თეთრ ხალათით თვითონაც აი აქ მუშაობს, თეთრი ხალათი აცვია, ან დადის ექიმთან. არ არის კარგად, იცით და უნდა რომ ესე იგი შეიძლება კლიენტურაც არ აყავს სამსახურში ისეთი, როგორიც ყავდა. თანხებზეა აქ საუბარი, მატერიალობაზეა საუბარი, შეიძლება სახლის შეძენა გინდათ, რაღაცა ბიზნესის განვითარება გინდათ ერთად, ან თვითონ უნდა. აბა დავამატო ამას. კი, აი კიდე 3-იანი პენტაკლი რა უნდა და რომ ერთად იყოთ და რომ საჩუქრები გაჩუქოთ და აუცილებლად შეხვდებით, აუცილებლად მოხდება განახლება მეორე ხაზზე, აუცილებლად მოხდება განახლება, ფიქრობს, ეძებს, საიდან გამოიმუშაოს უფრო მეტი, რომ თქვენ არაფერი არ მოგაკლოთ, გოგოებო და ოჯახში შემოიტანოს, ვისაც ოჯახი ყავს. და აი ეს თქვენი ძალა, მიხვდით ხო? აბა მესამე ხაზი. ეს არ ვიცი, ვიღაცა, იცით რა არის? აქ არის რომ როცა ერთად არ ახართ, ეჭვიანობს, მინდა გითხრათ და ჩუმად გიყურებთ. ან ეხლაც არ ახართ ერთად და ძმაკაცებთან გამივარდა, აი ეს გამივარდა, ნუ მზე, რა თქმა უნდა, ძალიან მოწონხართ, ძალიან კმაყოფილია თქვენით, ან იყო კმაყოფილი, მერე ძმაკაცებთან საუბრობს, რომ რაღაცა პერიოდი გაჩერებულია, ან ვინც გაჩერებული არ ახართ და ვისაც ოჯახები ყავთ,
აქ არის შრომა, აქ არის თქვენთვის შრომა, მიხვდით ხო? ნუ ადვილი არ იქნება, ვისაც ახალი ნაბიჯები უნდა განახლებულად უნდა შემოვიდეს, ვისაც ეს ვარიანტი გაქვთ და ძმაკაცებთან, თანამშრომლებთან, ოჯახის წევრებთან ზის და თქვენზე საუბრობს მეგობრებო, რომ აქ არის კი ჩუმად გათვალიერებთ, ეს შეიძლება თქვენც იცით, მაგრამ გეღიმებათ, ვინც იცით, ჩუმად გათვალიერებთ, ეს არის ჩემო კარგებო ინტერნეტი, ან მეგობრებისგან იგებს, თვითონ ორი დაეცა, მეგობრებისგან იგებს აი ამ ყველაფერს, თქვენს ადგილმდებარეობას უნდა რომ სისრულეში მოიყვანოს 3-9-იანი მეხუმრებით, 2-3-იანი უნდა რომ გზა გამოიკვლიოს და მოვიდეს. ნუ არ იქნება ეს ადვილი, ვისაც ეს გაქვთ სიტუაცია ურთიერთობის განახლება და აღდგენა, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ თავში რომ თვითონ მაგის კარტი დაჯდა და მსოფლიო დაჯდა, ეს რაზეა ლაპარაკი და მზე აგერ დაჯდა, რა თქმა უნდა, ნამდვილად აქ არის შერიგება. აქ არის ნაბიჯის გადმოდგმა და ვისაც ეს გესაჭიროებათ და თუ თქვენ დართავთ ნებას, აქ იმიტომ იმალება და ჩუმად, იმიტომ საჩუქარიც ამოხდა, იმიტომ გათვალიერებთ, რომ ესე იგი ან თავისიანებმა არ გაიგონ და შეიძლება არის აქ ისეთი სიტუაცია, რომ თითქმის დამთავრებული იყოს სიტუაცია, მაგრამ თვითონ უნდა გამოსვლა ისევ, თვითონ უნდა მონატრება აქვს, მიხვდით ხო? ძალიან უნდა მოსვლა, იმიტომ რომ 3-9-იანში ამას მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევდი და ახალი ნაბიჯები, ახალ მეგობართან ერთად შეიძლება, ნუ საჩუქრით მოდის, მაგრამ შეიძლება ცხოველიც გაჩუქოთ, არა, ან თვითონ ყავს ცხოველი, ან თქვენ მიხვდით ხო? აი ბარგს აიღებს და გასაღები უჭერავს ხელში, რომ არანაირი წინააღმდეგობა აღარა აქვს და რომ განახლებული მოვიდეს, განახლებული. აბა ეხლა ვნახოთ ვისთან საუბრობს. გოგოებო, მეორე ვარიანტი. ოჯახის წევრებთან, იცით რა არის, ოჯახის წევრებთან, მაგრამ 10-იანი ხმლები და ეშმაკი დაჯდა, თანამშრომლებთან, საუბრობს, კი, ნამდვილად თანამშრომლებთან, შეიძლება მეზობლებიც იყოს, მეგობარი, მეზობელი ხო არის ეს, იმიტომ რომ გარეშე პირები დაფიქსირდა და შეიძლება თვითონ ან ასწავლის, ან სწავლობს. აი ესეთი სიტუაცია ამოდის, ორატორობს, რაღაცა დარიგებას იძლევა, მიხვდით ხო? ოჯახს გარეთ რა, უფრო ოჯახის წევრებიც, მაგრამ ნაკლებად უფრო ოჯახს გარეთ. რა საუბრობს და აქ დამთავრებულია ურთიერთობა, რომ ან მაგის, ან ვიღაცამ დამთარსა, აი ეს ძალიან აქ მაგიური ჩარევა, ხა 10-იანი ხმლები და ეშმაკი სხვა რა უნდა იყოს, ხო? შეიძლება თვითონ არის დამოკიდებული რაღაცაზე და მაგას ეძებს, როგორ გამოვიდეს სიტუაციიდან, რასეუბნებიან და თუ გინდაო, რომ ესე იგი თავს რო იჭყლეტავო, ეს ქალი ჯდება, ისევ ქალი ჯდება, მაგრამ ეს არ არის ოჯახის წევრი. აი ეს თვითონ დაჯდა, ფინანსები აქვს სხვათა შორის აქვს, მაგრამ არასწორად ანაწილებს და უფრო ეს ფინანსური პენტაკლების ენერგია, ისეთი ენერგია თუ სწორად არ გამოიყენე და განგრევს, ხო? პირდაპირ ეშმაკის ქვეშ დაჯდა ფინანსები უყურეთ და 10-იანი ხმლების ქვეშ თქვენი სიყვარული დაჯდა უყურეთ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. აქ ან დამთავრებულია ურთიერთობა და ეხლა მიხვდა ვინ დაკარგა და რა დაკარგა, მიხვდით ხო, თქვენთან მიმართებაში და ეუბნებიან თუ გინდა, მაშინ მოდი განაახლე ურთიერთობა, ამას ეუბნებიან, სხვათა შორის ცუდს არ ეუბნებიან. კარგი, აბა მეორე ხაზი. ვისთან საუბრობს, იცით რა არის, თქვენი მამაკაცი ცოტა არ იყოს, შეიძლება წრუპვა უყვარს სასმელის, კარგი დროს ტარება უყვარს, ნუ ფინანსური მხარე, რაღაცას ელოდება, ზის და ელოდება, იცით, თითქოს აი ან ელოდებოდა, ძმაკაცებთან ზის, რა თქმა უნდა, აგერ ხალხი ამოდის, რომ უნდა რომ მოვიდეს საჩუქრით, უნდა რომ მოგიკაკუნოთ და
განახლებული მოვიდეს და ძმაკაცებიც ამას ეუბნებიან, მოდი სცადე, იმიტომ რომ აქ ტუზითასები ამოვიდა, ჰარმონია, სითბო, სიყვარული, აი ყველაფერი კარგი ამოვიდა, მიხვდით ხო? კარგს ფიქრობს და ზის ეხლა და ძმაკაცები ეუბნებიან, რომ ერთად ბჭობენ, რომ მაშინ მიდი და ნახე, აქ არის, გამოჩენა არის, გოგოებო, ნამდვილად არის და 10-იანი თასები მსოფლიო, მაგრამ ეს 9-იანი ხლები როგორ იცით, რას საუბრობს, იცით, თითქოს გაჩერებულია, ეს უკვე მესამე ხაზია, აი ტუზი თასების ქვეშ 10-იანი თასები დაჯდა, ეს არის ძალიან კარგი სიტუაცია, ეს არის ახალი სიტუაცია, ეს არის განახლებული სიტუაცია, შეხვედრა, ქორწილი, ოჯახის შექმნა, ფიქრობს ამაზე ლაპარაკობენ, ხალხთან ზის უყურეთ, აქ შეიძლება ოჯახის წევრებიც იყოს, იმიტომ რომ ქალბატონიც ზის 4 ადამიანი, მაგრამ 8 წარმოიდგინეთ, ბევრ ხალხთან საუბრობს, იცით, და ეუბნებიან, რომ აქაც თვითონ ამ გალიაში კიზის, მაგრამ გახსნილი აქვს კარები, მიხვდით, მაგრამ რაღაცა დისკომფორტს განიცდის, თვითონ განიცდის დისკომფორტს, მიხვდით, ან მეტალზე მუშაობს, ან მანქანებზე, ან ეგეთი რაღაცაა, სადაც მეტალი ურევია, აქ რაღაცა შეიძლება სამხედრო პირიც არის, არ გამოვრიც ხოლმე, მაგრამ არის გოგოებო, გამოჩენა არის და აგერ მოდის, ახათ ნახეთ, თქვენს წინ ამოვიღე ტარო, ერთს დავამატებ, კი, გეუბნებით, აი ამ გალიის ქვეშ ისევ ამოვიდა, ესე იგი, განმარტოვებული ადამიანი, მარტოა თავის თავს, კი, ესენი ეუბნებიან, ისმენს, მაგრამ უყურეთ, თავის აზრს ემაშვრება, მარტო თავის აზრს ემხრობა, ეს ცუდი არ არის, სხვათა შორის და ამოდის აი ამ სიტუაციიდან, ამოდის და გიყურებთ სხვათა შორის, იგებს თქვენს ამბებს, ვისაც ეს ესაჭიროება, არის წინსვლა. ძალიან კარგი გამეხარდა, მართლა მეორე ვარიანტით საინტერესო იყო. გადადით ჩემს პირველ არხზე, იქაც გამოიწერეთ, აქაც სტუმრებო მოგესალმებით, ზარს დააჭირეთ, რომ გაშავდეს, რომ ინფორმაცია მოვიდეს. მეკითხებიან ხოლმე, რომ ნინია აი არ მოდის, არ მიხსნის არხს, იმიტომ რომ ჩემი რიტუალები, ჩემი გაშლები ეს თემას ეხება, მხოლოდ და მხოლოდ გოგოებო და ბიჭებო, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არხიდან უნდა უყუროთ. გადმოქაჩვა არ შეიძლება WhatsApp-ზე ან Viber-ზე ესე ჩააგდოთ და უყუროთ. არ იმუშავებს, ტყუილა კარგავთ დროს. ხო, მადლობთ ყველაფრისთვის და მომავალ შეხვედრამდე.